გამარჯობა ჩემი მეგობრებო, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან ვინ შეხედავთ ამ ვიდეოს დააფიქსირეთ რომ ნამდვილად არის თქვენთვის ხილვადი, იმიტომ რომ პირიდან ბლოკავენ ეს კოც პროპაგანდისტები, რაც შეიძლება ცდილობენ რომ შეზღუდონ ჩემი სოციალური გავრცელების გვერდი, არ აწყობთ ეხლა სიმართლეს რო ვლაპარაკობ მაგათ კლანურ დაპირისპირებებზე და ეს დაანგრევს საბოლოო ჯამში მთელ ბიძინა ივანიშვილს და მის სასტავს. მაგას კი არა და მაგაზე ძლიერი პერსონები წააქცია, ისეთი პერსონები წააქცია, რომ ბიძინა ივანიშვილი იმასთან შედარებით ფეხის ფრჩხილის მწვერიც არ არის. სხვათა შორის ის წინა პერსონა სააკაშვილი ეხლა რო უზის ვივამედის კლინიკაში, ხო? ისიც შიდა დაპირისპირებებმა წააქცია, ახალაიებმა, მერაბიშვილებმა. ეხლა რა არის, იცი? მაგ დროს უწყებები, აი უშიშროება პოლიციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი ძირითადად თელი დანაყოფი თავის საპატრულო პოლიციის დამით თავდაცვის სამინისტრო და ისინი ერთმანეთს ებრძოლებოდნენ რა ვინ უფრო მაგარი ტიპი იყო და ზუსტად მაგან წააქცია სააკაშვილის სისტემას რომ მაგათ ვერავინ ვერ მოერეოდა ხალხზე დიდი ძალა ყოველთვის ჰქონდათ ხალხის ცემა კარგად ეხერხებოდათ ბიძინა ივანიშვილიც ხო დაემგვანა ამას ხო გაასწრო უკვე ანალოგიური ემართება მაგასაც და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დედა ეტირება პატარა ხანში ამიტომ ხა სიმართლეს რო ვლაპარაკობ ეს სერიოზულად ყველაზე მეტად აღიზიანებთ, იმიტომ რომ იციან, რომ ეს ძაფი გარღვეულია. თუ ხედავთ ამ ბლოგს, ხო ძალიან გთხოვთ, რომ მოიწონეთ ან ნებისმიერ ის გამოხატეთ, რა ქვია, რეაქცია, რომ ვიცოდე, რომ ტექნიკური პრობლემაა მხოლოდ და მეტი არაფერი.